ევროპარლამენტარები ევროკომისიას მიმართავენ და ითხოვენ გამოძიებას, რომლითაც დადგინდება თუ რა ნივთიერება იქნა გამოყენებული საქართველოში აქციების დაშლის დროს. საქმე ეხება BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით წერილს ხელს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან უკვე 20 ევროპარლამენტარი აწერს. ევროკომისიას ისინი პარასკევს მიმართავენ. შესაბამისი ინიციატივა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეკუთვნის. გრეგოროვა ამბობს, რომ თუ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, ეს იქნება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის უხეში დარღვევა. მთელი მსოფლიოს ფოკუსში მოექცა ქართული ოცნების რეჟიმი, იმიტომ რომ საქმე გვაქვს სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულთან, ასეთი ტიპის დანაშაულებს თვითონ სახელმწიფოები როგორც წესი არ იძიებენ ხოლმე ნორმალურ ქვეყნებშიც, მით უმეტეს ახლა საქართველოსნაირ პოლიტიკურ სისტემაში სუსის მიერ ჩატარებული ეს 5 დღიანი ეგრეთ წოდებული გამოძიება ბუნებრივია, ჩალის ფასის მატარებელია, შინაარსობრივადაც მათივე სტანდარტითაც კი არ იყო ეს გამოძიება, მხოლოდ 2 დღეზე საუბრობენ, მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს დღევანდელ ივანიშვილის სუსზე, რომლის მიზანიც იყო სპექტაკლის გამართვა, არა სიმართლის დადგენა, არამედ სიმართლის დამალვა რეალურად, ამიტომაც ქართული საზოგადოება სრულიად ლეგიტიმურად ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას. ევროპარლამენტარები, რომლებსაც საერთო სუვერენიტეტი დაკარგული აქვს და მხოლოდ და მხოლოდ იმ განცხადებებს აკეთებენ, რასაც მათი სურს უკან მდგომი ადამიანები და ძალები დაავალებენ, ეხლა არ ჩართულან, ან ეხლა არაპირებენ ეგრეთ წოდებულ BBC-ს საქმეში მონაწილეობის მიღებას. ისინი თავიდანვე ჩართულები იყვნენ, ამის მტკიცების და ამ განცხადების გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის კამპანია, რაც მოყვა BBC-ს ფილმს სულ რამდენიმე საათში თუ წუთში, ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა BBC-ს მხრიდან, რომელმაც ყველანაირი სტანდარტი დაარღვია, მომზადდა და დეზინფორმაციული ფილმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული პირების გარკვეულ ვარაუდებზე არის დამყარებული, რომელსაც არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია, მათ შორის, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომელიც შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ასეთი რამე რომ არსებობდეს, იქნებოდა ადამიანის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის კი. BBC-მ საგამოძიებო ფილმი 1 დეკემბერს გამოაქვეყნა, მაშინ ნათქვამია, რომ 2024 წელს დეკემბერ-ნოემბრის დარბევების დროს ქართულმა ოცნებამ მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენა. BBC-ს საგამოძიებო ფილმში ნახსენებია ასევე ქიმიური გამხსნელი ტრიქლორეთილენი. საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება დაიწყო და ზუსტად 5 დღეში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამიტი არასდროს შეუძენია და გამოუყენებია. რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, ირკვევა, რომ ეს ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 და 2009 წლებში შეიძინა და სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებულ ნივთიერებებს შორის აღმოჩნდა ჩამოწერილი ნაშთის სახით 880 ლიტრის ოდენობით. მოქალაქეები სუსის გამოძიების შედეგებს არ ენდობიან და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. სუსის გამოძიების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომლებსაც საგამოძიებო უწყებებს მკაფიო პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. მაგალითად, რატომ არ გაასაჯაროვა მამუკა მდინარაძის უწყებამ გამოძიების პროცესში მოპოვებული მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია? რატომ გაამახვილა ყურადღება სუსმა ბრიფინგზე მხოლოდ 4 და 5 დეკემბერზე და არა წინა და მომდევნო დღეებზე? გამოიყენა ან გამოუყენებია თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას ტრიქლორეთილენი, კანცეროგენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს და ხდებოდა თუ არა ბოლო წლების მანძილზე მარაგების შევსება. მიუხედავად მრავალი კითხვის არსებობისა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული.